მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ახდენს აფხაზეთის ანექსიას აფხაზეთის მოსკოველი კურატორი სერგეი კირიენკო. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ თეა ჩხიტუნიძე, ბლოგერი. გამარჯობა თეა, მადლობა ბრძანებისთვის. სამ დავიწყებ თქვენთან შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი წარმოადგენს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტს, ჩვენი ყურება შეიძლება ყველა პლატფორმაზე, როგორც არის YouTube, Facebook, TikTok. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თეა. დღეს მოდით ვისაუბროთ კირიენკოზე, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს კურატორს, აფხაზეთის კურატორს მოსკოვიდან და პარალელურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანს უკავია ძალიან სერიოზული თანამდებობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, თავისთავად ეს ფაქტი, რომ ამ თანამდებობის პირი აფხაზეთის ესე ვთქვათ, მეთვალყურეობს და ძალიან ხშირად ჩადის აფხაზეთში როგორც უყურებთ. ეს მრავლის მეტყველია, მით უმეტეს გავიხსენოთ, რომ იქამდე ვინც იყო ეს ადგილას კოზაკი, ძალიან გამოსცილებს გავს საქმეებში, თავის დროზე ესე ვთქვათ, მოლდოვაში მუშაობდა, რომ ეგ პრეზიდენტის პროგრამა გადაეჭა და ასე შემდეგ. კოზაკი არ იყო ესე აქტიურად აფხაზეთში ჩართული. რა შეიცვალა ეს ალბათ უკავშირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილებას უფრო მეტად, ვიდრე კირიენკოს პიროვნებას უფრო ალბათ. ამას მარტო სახელმწიფო პოლიტიკა არ არის, ანუ კირიენკო არის უფრო ძლიერი, ასე რომ ვთქვათ, რკინის ხელი. ჩვენ ვიცით კირიენკოს მოღვაწეობა თვითონ შიდა პოლიტიკაში რუსეთში, საიდან დაიწყო, საით მივიდა. ვიცით მისი მუშაობის ტაქტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები. კირიენკო ამასთანავე ეხლა დაინიშნა მოლდოვაში კურატორად და ასევე სომხეთში. არჩევნებთან დაკავშირებით. კირიენკოს ღია ჩართულობა იყო წინა საარჩევნოდ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ოკუპირებულ აფხაზეთში და საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი ვითომის უპირისპირდა. ვითომი საერთოდ არ იყო ჩართული, იმიტომ რომ მის სიტყვები იყო, რომ მე არ ვერევი, ეს არის აფხაზი ხალხის არჩევანი. ხო, მისი განცხადება იყო არჩევნების წინ. თუმცა თვითონ აფხაზეთის მოსახლეობამაც კარგად იცის, რომ აქ კირიენკოს და კრემლის ხელი იყო ჩარეული ამ არჩევნებში. ჩაყვანილი ყავდათ სერიოზული პოლიტექნოლოგები, ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რაც წარმატებულად მუშაობს რუსეთში, ეს არის პროპაგანდა. ჩაყვანილი ყავდათ და საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აფხაზეთის მოსახლეობა ესე რომ ვთქვათ, ანუ პოლიტიკურად არ არის განვითარებული. ჩვენ ეხლა ახალგაზრდებთან რომ გვაქვს შეხება აფხაზებთან თვითონ ინფორმაციის მიღების პრობლემაც აქვს. ანუ რაღაცა თემა თუ არ დაუღეჭერ, ანუ ესე არ ადევნებენ თვალს. და შენ რომ გაუშიფრო, მე ეს არ მოსწონთ რა თქმა უნდა და გეუბნებიან, რომ არა, ეს არ არის მართალი. რაც შეეხება კირიენკოს, ჩვენ ვიცით, რომ კირიენკომ გახსნა საარჩევნოდ ეს დომ მოსკოვი, ეს ცხინვალშიც არის მგონი გახსნილი. და ძალიან საინტერესო ნიუსი იყო დომ მოსკოვზე, ანუ იქ, ესე ვთქვათ, პიტაბეს შეიძლება ითქვას, ცხოვრობენ რუსი პოლიტექნოლოგები და მუშაობენ, რომლებიც, უკვე დაიხმარნენ არჩევნების მოგებაში გუმბას, რომელიც რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მორჩილია კრემლის ვიდრე იყო ბჟანი ამანამდე და არა მხოლოდ ამ საქმით არიან დაკავებულები, ზოგადად ესე ვთქვათ, მეთვალყურობენ, როგორ იხარჯება რუსული ფული, როგორ ხორციელდება რუსული პროექტები, ხო და ეს მოხდა ასევე კირიენკოს დროს, არა, ანუ კირიენკო უფრო როგორ თქვა, მკაცრად აკონტროლებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რამდენი წელია რუსეთი აფინანსებს აფხაზეთს, მაგრამ აფხაზეთში ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად არაფერი კეთდება, ელემენტარული მილლებიც არ არის გამოცვლილი, სასმელი წყლის პრობლემა არის, ხო? რომ არაფერი თქვა უკვე ელექტროენერგიაზე. კირიენკო ამ ყველაფერს უკვე აქტიურად დადის, ფაქტიურად, აი რაღაც მილი რო კეთდება რაღაც ქუჩაზე, სოხუმში, კირიენკოს გარეშე ეს არ იხსნება არაფერი. ეს მივა, ჩვენ ვიცით, ბადრაგუმბას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ეს ტრაგიკომიკომი. ეს უკან დაძდებს. მდგომარეობა, რომ მისი მოვალეობა არის, როდესაც კირიენკო ლაპარაკობს, რომ ეს ქრონიკული თავის ქნევის რეჟიმში არის, რომ ანუ სიტყვასაც არ ამბობს დაუშვათ, რომ და აი არ ვიცი, ჩემი აზრით მზად იყო ბადრაგუმბა ამ როლისთვის, რომ უნდა ყოფილიყო ქრონიკულ მდგომარეობაში, როდესაც კირიენკო გარიგება შედგა, ხო, ჩვეულებრივ არჩევნები მოაგებიეს და იქცა რეალურად კირიენკოს. და ამასთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, მინდა კიდევ თქვა, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა სომხურმა დიასპორამ. ზოგადად კირიენკოს აქვს ესეთი
ძალიან კარგად მიზან მიმართული. ანტითურქული კარტი გაათამაშეს კარგი. ანტითურქული კარტი ეს ერთი და კირიენკო ძალიან კარგად მუშაობს დიასპორებზე, იმ დიასპორებზე, რომელიც იმყოფება რუსეთში. ასევე აფხაზეთის დიასპორაზე იმუშავა ძალიან კარგად და სომხურ დიასპორაზე იმუშავა ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ეს რბილი შეტევა იყო სომხების მიმართ, იმიტომ რომ სომხები თითქმის ამ შეტევაში არც გამოჩნდნენ, მაგრამ ფაქტი არის, რომ კონფლიქტი იყო, რადგან რუსეთის პროკურატურა გამოვიდა და განაცხადა, რომ სომხების შევიწროება თუ იქნება და ის ფაქტი, რაც მოხდა, რომ დაუპირისპირდნენ აფხაზები და შეხლა-შემოხლაც იყო ეთნიკურ ნიადაგზე, რომ ეს აღმოეფრო და ყველა წავიდა და ციხეში პირდაპირ გაფრთხილება მოვიდა კრემლიდან, რომ სომხები დაკავდა ამეთი რუსული პროკურატურა. კი. ანუ გამოდის რომ პრინციპში იპოვეს ძლიერი strongman რო ვიტყვი, იპოვეს ძალიან ძლიერი ფიგურა, რომელსაც ჩააბარეს, არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ სხვა მიმართულებებიც და რომელსაც კიდევ ერთხელ მოდი ეს გავიხსენოთ, უკვე აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება იგივე ყირიმში, ანუ ყირიმის ანექსია ხო არ იყო საკმარისი ესე ვთქვათ, მხოლოდ გამოცხადება მე საჭირო იყო მე იქ თლიანად ესე ვთქვათ. დონბასი, ლუგანსკი, ანუ სერიოზულად აქვს ნამუშევარი. უბრალოდ ჩემი აზრით კი არა და ზუსტად ვიცი რომ იყო ესეთი პროექტი ინალარძიმბა ჩვენ გვახსოვს რომ ჩამოვიდა ესე ჩოხი და ნაციონალურ გრძნობებზე თამაში სხვათა შორის კირიენკოს ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ეს მას აქვს ფესვები სოხუმთან თვითონ როგორც ამბობს კი კირიენკოს აქვს ფესვები სოხუმთან კირიენკო ახლა არემონტებს საკუთარ სახლს თავის სახსრებით რაც ეს საზეიმოდ იყო გააშუქეს და იქ იქნება რაღაც აფხაზური ფოლკლორული ინსტრუმენტების რაღაც საამქრო იქ გააკეთებენ აფხაზები ჭრენ ვითომ ეს ყველაფერი უსასყიდო კირიენკოს თავი კოზირი რასაც ათამაშებს კირიენკო და რასაც არის დაფუძნებული რუსული პროპაგანდა და ერთ-ერთი პროპაგანდის ფუძემდებელი არის კირიენკო ეს არის ეროვნულ გრძნობებზე აგებული ეს ყველაფერი რომ თქვენი ტრადიციები გაქვთ ახლა შემოვიდა სკოლაში უნდა ჩემოტანა კირიენკომ როგორც განაცხადა ეს არის აფსუარა სახალხო კანონი ხო სახალხო კოდექსი აფხაზების თუმცა სრულიად ეს უბრალოდ სიტყვებია იმიტომ რომ აფსუარათი 2025 წელს ფიზიკურად ვერ იცხოვრებ თუნდაც იმიტომ რომ აფსუარას მიხედვით ქალს და მამაკაცს არ შეუძლია რომ ერთმაგიდასთან იჯდნენ ანუ ეს არის რაღაცა ასე იგი ჩtildeოკავკასიური რაღაცა ადაწესები. ხო, უბრალოდ ეს გააპიარა კიდე. და ეს საინტერესოა, ანუ ესე უსვამს ხაზს ამითი რა აფხაზების კავშირს ჩtildeოკავკასიურ ადაწესებთან, ხო? არა მარტო ჩtildeოკავკასიურ ადაწესებთან, ნახეთ როგორ არის კირიენკო აფხაზებს, როგორც ხდება რა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ტექნოლოგია. კირიენკო აფხაზებს ძალიან აქებს, რომ ისინი არიან მიბრძოლი ერი, პატარა ერი, როგორ შეძლეს ძალიან ფრთხილი არის მიმართვებში. ის არ ახსენებს საქართველოს როგორც მტრულად განწყობილ ქვეყანას, ხო? ანუ აი აქ ძალიან ფრთხილია. თვალს შორის მეც მოხდა თვალში კი. კი, არ ახსენებს. თუ ვიღაც ამბობს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მთავრობაში, რომ მტრულად განწყობილი ქვეყანა, კირიენკო ძალიან ფრთხილი არის. არიყენებს ამ ტერმინოლოგიას. კირიენკოს აქვს რომ აფხაზებს мотивაციას აძლევს რომ ისინი არიან გმირები, მათ შეძლეს ომის მოგება და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად კირიენკო ათამაშებს ტაქტიკურად ძალიან კარგად არგებს როლს ჩაგრული ერის. რომ ისინი არიან დაჩაგრული, რომ ამ ხელა საქართველოს თავს დაესხა და პლუს ამას თავისი მფარველობით რომ პირდება რომ მათი ფრთის ქვეშ იქნება და შესაბამისად ესენიც უკვე ძალიან ახლო მისი მოდი პირდაპირ ვაღიაროთ მასშტაბის ადამიანი ცხადია ფლობს ძალიან კარგად ტექნიკას იცის როგორ ელაპარაკოს პატარა ერს გაითვალისწინოთ მისი რა ვიცი პირდაპირ თქვათ კომპლექსები, მისი ტკივილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მარტო კირიენკოს ძველი რომიდან მოყოლებული მოიყვებდნენ, რომ ისინი ახლა მისი მოგონილი ხوار იქნება, რა თქმა უნდა. ამ მეთოდით ის მოქმედებს და საკმაოდ წარმატებულად. და ვფიქრობ, რომ ხელს უწყობს მე მიყვარს დიეცაუბარი საერთოდ ხელს უწყობს ის მომენტი, რომ აფხაზეთში ძალიან დაბალ დონეზე არის განათლება. ანუ ხალხი რეალურად როგორ არის, იცით, ახლა არ მინდა რომ შეშეთ გამომივიდეს ეს მასა არის გადაქცეული ბრბოთ და ბრბოს მართვა თანმშიერი ხალხი. როგორც ვახსენეთ, ინფორმაციასთან ნაკლებობის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, განათლების დაბალი დონე და გაჭირვება, რა თქმა უნდა, იღებს თავს და
ყველაფერი იყრის თავს ერთად. და ის პროექტები, რაც კირიენკოს აქვს, ხოთაშორის ძალიან წარმატებულად მიდის მისი ეს პროექტები, ახალგაზრდული პროექტები, ეს არის როგორც საბჭოთა კავშირის დროს რაღაც პიონერული ბანაკები იყო, ეხლა აქვს ესეთი ბანაკები გაცვლითი პროგრამები. ან რუსეთში გაცვლითები რა თქმა უნდა. კი, რუსეთში. რომ მარტივად მოხდეს გაწოვა, ესე ვთქვათ, პირდაპირ გაწოვა მოხდეს აფხაზური ახალგაზრდობის. კირიენკოს ძველი გამოცდილებით ის იყო როსატომის მეთაური, შექმნა რაღაც კლასი აფხაზურ სკოლაში, სადაც იკვლევენ ატომებს და ასე შემდეგ. ნუ ეს სრულიად აბსურდი, ხა სკოლის მოსწავლე ატომი როგორ უნდა გამოიკვლიდეს, როგორ უნდა დაშალოს. საინტერესოა გავუსვენოთ ის, რომ აფხაზეთში იყო რაღაც ლაბორატორია ბერიას დროს ხოთაშორისოც მუშაობდნენ. კი, ეშერაში. მაგრამ ხა თქმა უნდა იმის ნაკლებად აღარ დარჩენილი, ხო რა, აღარ სჭირდებოდათ ახლა იმის მე ატომური ბომბი შეიქმნა ხა აფხაზეთში ლაბორატორიები მაინც. და დომ მოსკოვი რო ვახსენეთ, ანუ ეს გაიხსნა ნიუსი ამის შესახებ, რომ სოხუმში გახსნეს დომ მოსკოვი, სადაც მუშაობენ და ცხოვრობენ კიდევაც რუსი პოლიტექნოლოგები, სადღაც გამოჩნდა გადაფულზე როგორც ცნობილია და როგორც თქვენ გამიცი, ეს ამბავი გასკდა მას შემდეგ, რაც არჩევნების წარმატებულად ჩატარების შემდეგ, როცა გაიყვანეს გუმბა ზარზეებით, მიდიოდა აღნიშნა, სმა ჭამა ესე თქვა, ხო, ესე თქვა. кейფი მიდიოდა არჩევნების შედეგები აღნიშნეს. და აფხაზეთში გამოიწვია მაგრამ რეაქცია, რომ აი ჩაიყვანეს იქ, ესე თქვა, პოლიტექნოლოგები და მათ გადაწყვიტეს, ну, მაინც უცხოელები არიან რუსები, ხო, მათთვის, ხო, ეხლა მათ გადაწყვიტეს აფხაზეთის არჩევნების ბედი. რამე რეაქცია მოყვა ამას? დომ მოსკოვი საზეიმოდ გაიხსნა სხვათა შორის, მაგრამ იქ პოლიტექნოლოგებზე არ იყო საუბარი. კულტურული ცენტრივით იყო ხო, ესე კულისებში რაღაცა იყო საუბარი, რომ საარჩევნო, მაგრამ ღიად არ ამბობდნენ, რომ იქ იყვნენ პოლიტექნოლოგები. ჩემი აზრით თვითონაც არ იცოდნენ ეს ამბავი ოპოზიცია. უბრალოდ კადრში მოხდა, როცა აღნიშნავდნენ არჩევნების მოგებას. გუმბა იყო რესტორანში და ინალარძიმბა ჩამოვიდა ბჟანიაც, ჩვენ ვიცით რომ მაგ მომენტისათვის ბჟანი არ იყოფებოდა აფხაზეთში, იმიტომ რომ ის გადააყენეს თავის ნებით გადადგა. არ იყვნენ და უცებ ჰოისაუცრება მოგების წამიდანვე არჩევნების როცა გამოცხადა გაჩნდნენ რესტორანში ერთად და ცნობილი რუსი პოლიტექნოლოგებიც იქ ისხდნენ და აღნიშნავდნენ ჩვეულებრივად ამ ყველაფერს. ანუ აფხაზ ეთნიკურად აფხაზ მოსახლეობაში ბადრა გუმბას პრეზიდენტობა რეალურად არის პრობლემა და ამას ხედავენ. რომ არის პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხოლმე რაღაცა ექსპერიმენტებს ვატარებ და გასაუბრებაც გვაქვს ხოლმე და აი ესე ღიად ვერ საუბრობენ ისინი, რა თქმა უნდა, ვერც ისაუბრებენ, იმიტომ რომ პირდაპირ ეს უცხო ქვეყნის აგენტის იარაღი ექნებათ და მოქალაქეობა ჩამოართმენ, როგორც ეს ბევრს გაუკეთეს უკვე, მაგრამ პირად საუბრებში ისინი საუბრობენ, რომ გუმბა არის რუსეთის ხელგასმული, როგორც ადრე იყო მეფის ნაცვალი, ეგრე არის. და ძალიან ცუდ დღეში არიან რეალურად. ახალგაზრდობაში შეიმჩნევა რაიმე განწყობების ცვლილება. თუ ახალგაზრდობაში ხარ თუ უსვამ ხაზ, ახალგაზრდობას ნაკლებად აქვს კონტაქტი საქართველოსთან, ხო? მაგრამ ამავე დროს ახალგაზრდობას იდეაში უნდა უდოდეს უკეთესი ცხოვრება. როცა მსგავსი რაღაცეები ხდება აფხაზეთში, პროტესტი ჩდება, ანტირუსული განწყობები ჩდება. ანტირუსული განწყობა ქონდა, ეს იყო ხარახვიც და მოძრაობა, როდესაც ბიჭვინთის აგარაკების გაყიდვას ეხებოდა საქმე, რომელიც ჩაფარცხეს, ძალიან ცოტა იყვნენ ეს ახალგაზრდები და ანუ არავინ არ მოусმინა და უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ესე რომ მასიურად თქვა რომ რაღაცა ეს პროტესტის გრძნობა არ გააჩნიათ, არ არის ეს. თან ეხლა მიუხედავად იმისა, რომ უკვე კირიენკომ დაგეგმა რაღაც ახალგაზრდული პროექტები აქაც როგორც რუსეთში და შიდა პოლიტიკას აგვარებს და ეს ზომბირება მიდის ჩვეულებრივად როგორც კომუნისტების დროს იყო ამ ახალგაზრდების. გაცვლითი პროგრამები აქვს და იმ ახალგაზრდას, რომელიც ანუ ქსოვს იქით არ არის ნამყოფი და ენგურს აქეთ არ არის ნამყოფი. იმისთვის ეს არის საოცრება სადღაც რომელსაც ნიჟნი-ნოვგოროდშიც რო წაიყვანონ იმისთვის უკვე და ამას არ აქვს ისინი იღებენ ამას როგორც განვითარებას აი კირიენკოს რუნავს ჩვენს განვითარებაზე და კირიენკოს ძალიან ბედნიერი იმის მიზანიც რეალურად ეს არის ნუ ურჩას ამიტომაც დააწინოურეს ახალი მიმართულებით ჩააბარეს აქ საინტერესო რა არის იცით რუსული რბილი ძალა ახლა როგორც ცნობილი თვითონაც აღიარებენ ნუ ჩამორჩება იგი ამერიკულ რბილ ძალას და მანდა მაინც ესე თქვა ეს რბილი ძალა ვერ მუშაობს პოსტსაფრთხო და სივრცეში. ნუ მაგალითად საქართველოში ხო და უკრაინაში ფაქტის სახეზეა.
როგორც ჩანს, ახლა მიდის ამ რბილი ზავის დატესტვა აფხაზეთში. მინი პროექტი პატარა ტერიტორიის სივრცეში, ხო, ამას გულისხმობ. და ნახოთ ამის შემდეგ, რომ თუ ესე ვთქვათ, წარმატებული იქნება კირიენკოს პროექტები რბილი ზალის, მერე რამდენად გადაიტანენ ამას სხვაგან, როგორც ვთქვით უკვე მოლდოვა არის ერთ-ერთი მიმართულება სომხეთი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი წარმატებული кейსი ხდება კირიენკოსთვის, როგორც იყო აქამდე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. ძალიან წარმატებულად გაართვა იქ თავი. აფხაზეთში ჯერჯერობით წინააღმდეგობას, ასე დიდ წინააღმდეგობას რომ არ გადაწყვეტენ, არ არის ეს აფხაზი მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ვიცით აფხაზების განწყობა, რომ აფხაზეთში უნდა იყვნენ აფხაზები, ქართულს ომის და სხვა ეთნიკურ წარმოადგენლებს. ყველანი სტუმარი არიან, კი ბატონო. ხო, არავინ არაფერს არ ეკითხება. ჯერჯერობით კარგად მისდის საქმე, მინდა გითხრათ, არანაირ პრობლემას, წინააღმდეგობას როდის ველოდოთ ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რამაც არაერთხელ გამოიწვია აფხაზეთში კრიზისი და ხელისუფლების ცვლილება. აი კანონების გატანას, რომელიც მისცემს რუსებს საშუალებას, რომ იყიდონ უძრავი ქონება აფხაზეთში. აპარტამენტები კი ეს არის აპარტამენტების თემა, რომელსაც ააშენებენ და შემდეგ იქნებიან რუსები ჩასახლდებიან. ანუ ამის მიწოდება ხდება სხვანაირად, რომ ის კი არ იყიდის ამას, ეს ვიღაც კონკრეტული ინვესტორი ააშენებს, ეს რუსის იქნება, მაგრამ ეს ტურისტებისთვის არის. ეს არის თქვენი კეთილდღეობისთვის, ამით თქვენ იშოვთ. განვითარებს კი ბატონო. მაგრამ ინვესტიცია. ხო, ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში. დიასპორას შეტევენ ესე არის რუსული ჯგუფები. საქართველოში სხვათა შორის ჩვენთან და ევროპაშიც აქვს. რუსია არასოდეს არ მივა უცხოელთან ჩხილის გასაკეთებლად დაუშვათ საქართველოში სტილისთან, მათ აქვს თავისი ესეთი წრეები, სადაც ამას განიხილავენ და ისევ შემოსავლები მიდის ტრიალებს კი ბატონო. კორუმპირებულად აკეთებენ. და საქართველოში გასახაც მაინც იხდიან და იქ რა თქმა უნდა ეს შემთხვევას აქაც არ იხდიან და ეს თავისი ხო ეს რაღაც კორუმპირებული სქემა ჩამოტანილი აქვს, საიდანაც ჩვენ ძლივს გამოვწორით, ხო? ანუ თავს ახვევენ და აქაც ესე პირდებიან კირიენკომ საზაფხულო სეზონი რომ გახსნა აფხაზეთში ეგრეთ წოდებული ექიმები ჩაიყვანეს რომ იქ რაღაცა ინტერვიუსებია შეიძლება ტურისტის ფეხი დაუცდეს ფეხი მოიტეხოს ან რაღაც და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს ექიმები შეაყარეს იმიტომ რომ კირიენკო როცა საუბრობდა რომ აი ჩვენ ჩამოვიყვანეთ ეს ექიმები ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს იქ ალბათ ეს ექიმები დარჩებიან აქ საცხოვრებლად, რადგან შეუძლებელია მოხვდე აფხაზეთში და არ მოგინდეს აქ ცხოვრება. ხო, ასევე ძალიან საინტერესოა, ჯერ შეაპარებ ექიმებს, რომლებიც მართლა ჭირდებათ, ასაკვირველია გამომდინარე ჯანდაცვაში არსებული კატასტროფული სიტუაციიდან და მე ნელ-ნელა უკვე საქმის სკოლის მასწავლებლები და ასე შემდეგ. კი, ანუ ეს ტურისტული პოლიციაც ხო ყავდა შეყვანილი რუსული, იმიტომ რომ მათი ეს კიუტი, რობერტ კიუტი უშუალოდ მინისტრი იყო თუ შინაგან საქმეთა მინისტრია გამოვიდა და სეზონის დაწყების წინ პირდაპირ განაცხადა რომ რუსული ნომრებით ვინც გააჩერებს უმიზეზოდ მანქანას ის მილიცია, პოლიცია მოგეთანხმოთ იქნება ანუ დასჯილი. რეალურად წვანეა უნდა ყველა რუსულ ნომრიან მანქანას აფხაზები ხუმრობდნენ კიდევაც რა შევიძენ რუსულ ნომრებს. ანუ ესე თქვათ გამოიკვეთა ბოლოს სულ რამდენიმე თვეში შეიძლება ითქვას გამოიკვეთა რამდენიმე მომენტი ეს რუსულ ნომრებიანი ხელშეუხებლები არიან. გამოიკვეთა ის მომენტი რომ აფხაზებზე ესე თქვათ საქმე შეიძლება აღზრან რუსეთის პროკურატურაში და დაჩავდნენ და აპატიმრონ რაც წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდე რა ვიცი წინახევრის წინ მე მგონია რა ესეც ამ კაცს უკავშირდება როგორ ფიქრობ კირიენკოს ეს მის ხელში ხდება ეს ყველაფერი ფაქტია ხო დროში ემთხვევა ფაქტია კი კირიენკომ ძალიან მოკლე ხანში ეს იყო არჩევნები იანვარში იყო მგონი ჩამოშნული ვადამდელი არჩევნები უპირებულ აფხაზეთში და კირიენკომ ძალიან წარმატებულად გაართვა ამ მოკლე ხანში ამ საქმეს თავი ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი ბლოგერი იყო თემურ აგრბა რომელიც შედარებით რბილი იყო ნუ აფხაზეთის მოთხოვნებს აყენებდა წინ რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცას ცოტა ადეკვატურად აზროვნებდა საქართველოსთან მიმართებაში თემურ აგრბამ პოსტი დაწერა საკუთარ ტელეგრამ არხზე რომ შამილ ბასეევი იყო გმირი აფხაზეთის რის გამოც კი გამახსენდა კი ისტორია თემურ აგრბა დააკავეს კი ბატონო ეს არის ანუ ეს აზრის გამოხატვის უფლება ანუ აფხაზეთს რა ისინი ვისაც თვლიდნენ გმირებს რეალურად
ფოტოები ჩამოუხსნეს ეგრეთ წოდებული მუზეუმიდან. ანუ ესენი უძლურები არიან, ანუ თავის ეგრეთ წოდებულ გმირებსაც აღარ არგებენ ამ ხალხს და საკმაოდ დიდი ზეწოლა მიდის ვეტერანებზეც, ომის ვეტერანებზეც, მათ ძალიან უყვართ ეს ტერმინი გმირი, ომის გმირი, მათთვის ყველა გმირი არის და რაღაც მათ ავტორიტეტი გააჩნია და ამიტომაც ალბათ შეტევა სწორედ ამიტომ მედის არა. კი, ძალიან ავტორიტეტულები არიან, მათ შეუძლიათ ნებისმიერ სტრუქტურაში შესვლა და რაღაც მოთხოვნა, არ არის პრობლემა და რადგან ის არის ომის ვეტერანი, მის წინაშე ვიღაც ვალდებულია, რომ რაღაც საქმე მოუგვაროს, ეს იქნება კორუფციული სქემა თუ არ და მე მახსოვს ახლა როცა მახსოვს გავიცანე რამდენიმე აფხაზი, როგორ ვთქვათ, კოლეგა, ეს იყო ბაღაფშის დროს, ისინი ამაყობდნენ ძალიან იმითი, რომ არიან ძალიან თავისუფალი საზოგადოება. პატარა, მაგრამ თავისუფალი. და ეს და მე ამწყენია, მეთქი, რა ჯობია თავისუფლები ხარ თუ იქნებით დემოკრატიულები, იქნებ დავახლოვდეთ ამას ლაპარაკებთ. როგორც ჩანს, ახლა ესეც ხდება სწორედ აი ამ ბოლო პერიოდში. ამის ილუზია მისცა რუსეთმა, ზოგადად დამპყრობელი ქვეყანა, ესე იქცევა. საკმაოდ დიდხანს მისცა, როგორც ჩანს. საკმაოდ დიდხანს მისცა და ეხლა როგორი მომენტია აქვს იცით, რომ ეს არის რუსული ბაზების გამაგრებაც. ჩვენ ნახეთ, როგორ შებრუნდნენ უკრაინული დრონები ახალგაზრდებს. თეა სხვა შორს ახლა ეს პრინციპი ვარ დააჩქარა უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს პროცესი ეს ანექსიის. ძალიან მიყვირს ის მომენტი, რომ როგორ მოიცა, ანუ ეს არის მიზანმიმართული, ეს არის დაგეგმილი, კარგად დაგეგმილი პროექტი, ოღონდ ეს მოხდა დაჩქარებულ ტემპში, რადგან რეალურად რუსეთს თავისი რეგიონებისთვის არ ცალია, რომ იქ რაღაც გზა გააკეთოს ან რაღაც და უცებ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ესე მოიცალა და ახლა სოხუმი და სამარა გახადა რაღაც მეგობრული ქალაქები და თვითონ ეს სპექტაკლი, რაც რუსეთს მოსწონს და რაც რუსულ სტილში არის, ძალიან წარმატებით ახორციელებენ. ძალიან მცირე რაოდენობა ხდება ამას აფხაზური მოსახლეობის, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ იცით რა არის აფხაზეთში არის მომენტი ამ შიერი ადამიანი, ანუ ცარიელი კუჭი, ცარიელ კუჭს იყენებს კარგად რუსეთი. ანუ აცდიან საჭმელს და ესენიც უკვე თავის გადარჩენაზე არიან და აღარ ფიქრობენ. ეხლა კირიენკოს პროექტი არის, რომ აფხაზური ენის მასწავლებლებს ეკნებათ 6000 რუბლით მეტი ხელფასი. ეხლა მიყავთ რუსეთში, რომ აიმაღლონ ეს ცნობიერება, როგორ უნდა მიაწოდო მოსწავლეებს, მშობლიური ენა როგორ უნდა ასწავლონ, მაგრამ რეალურად რუსეთში რატო იგებენ, როგორ ასწავლიან, როგორ ასწავლონ აფხაზური ენა? პედაგოგების გადამზადება მიდის, როდესაც რუსეთს აქვს თვითონ პედაგოგების პრობლემა. იმიტომ ძალიან უმცირესობაში. ეს აფხაზური ენის სპეციალისტები სადაყავთ? ხო, არ ყავთ, მაგრამ აი ეს გადამზადება, თუმცა კირიენკო არ აკეთებს აქცენტს იმაზე, თუ უნდა რომ აფხაზური ენა განავითაროს, არ კეთდება აქცენტი იმაზე, რომ დაუშვათ სხვადასხვა სტრუქტურებში ისაუბრონ აფხაზურ ენაზე. ომის ერთ-ერთი მიზეზი ხო ეს იყო, რომ ქართველები უკრძალავდნენ. სკოლაში სწავლება არ არის აფხაზურ ენაზე. წიგნებიც არ არის ფიზიკურად მეოთხე კლასის მერე აფხაზურ ენაზე. ეს ყველაფერი დაპირებები, რომ აი აფხაზური ენა უნდა წამოიწიოს, რეალურად არის სერიალი დაპირება, იმიტომ რომ არც გაზეთი გამოდის აფხაზურ ენაზე, არც რადიო არ არის, არც ტელევიზია არ არის, იქ არის რაღაცა პატარა გადაცემები, რომელსაც არ უყურებენ. საიდან გვაქვს ჩვენ დაუშვათ ამდენი ინფორმაცია, ხო? მათი ეს პროპაგანდისტები რეალურად აფხაზურ ენაზე ვერ საუბრობენ, საუბრობენ რუსულად, ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის. და თუ რამე აქვს ისეთ სათქმელი, მოდი პირადში მომწერე, იმიტომ რომ ზაენგურცი გვისმენენ. პრობლემაა. და არანაირ აფხაზური ენის აყვავებას წინ წასვლას არ ემსახურება კირიენკოს ეს სპექტაკლი და ზაენგურცებში უფრო იციან აფხაზური მეგონი და ასე რომ ვიცით აფხაზები, იციან აფხაზები ხო აფხაზური ენის შედარებით ასე თუ ისე. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. და მანდამაის დამიმედებელია რომ მაგრამ მაინც კარგია რომ ვიცავთ როგორ ხდება პრინციპში როგორ მიმდინარეობს ანექსია რომელიც ბოლო პერიოდში აშკარად აჩქარდა და ამის თაობაზე კიდევ მოგვიწევს საუბარი გეოდებით გადაცემაში დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენს. მადლობა. ჩვენ დაბრუნდებთ დიდი მადლობა.